მოგესალმებით. ევროკავშირში NGO-ების სკანდალი ახალ სიმაღლეებს აღწევს. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტში ინიცირებულია ეგრეთ წოდებული ტიმერმანს-გეიტსის გამოძიება. ინფორმაციას გამოცემა ევროპელი კონსერვატორი ავრცელებს. შესაბამისი კენჭისხრა 8 მაისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით გადაიდო. საქმე ეხება ევროკომისიის მიერ NGO-ებისთვის 750 მილიონი ევროს გადახდას მწვანე პოლიტიკის ლობირებისთვის, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის ხელმძღვანელობის დროს განხორციელდა. ამას წინ უძღოდა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფონდები გამოიყენა მემარცხენე არასამთავრობო და კლიმატის ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა საიდუმლო გავლენის ოპერაციის ფარგლებში ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები. საუბარია სახსრებზე LIFE პროგრამიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. 2014 წლიდან ამ პროგრამის საერთო ბიუჯეტი 9 მილიარდი ევრო იყო. როგორც აუდიტმა აჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე პოლიტიკის, კვლევების, მიგრაციისა და გარემოს დაცვით სფეროებში 2021-2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ამაზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირის კონტროლის პალატამ გაასაჯაროვა დასკვნა, სადაც არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაზეა საუბარი. დასკვნის თანახმად დაუდგენელია თუ რა თანხები რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა მიზნებით ერიცხებოდა. ევროპაში უკვე ღიად ამბობენ, რომ Deep State-ის ხელში მწვანე პოლიტიკა ევროპის დასუსტებისა და მისი ენერგოუსაფრთხოების მოშლის საქმეში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნახევარ ტერიტორიაზე სრულად გაითიშა დენი. სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის ევროპის დამაზიანებელი მწვანე პოლიტიკის დანერგვისთვის შავი ფულის ხარჯვა. იქნებ როგორმე ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის მოშლის გეგმა ბოლომდე მივიდეს. სწორედ მწვანე პოლიტიკის მავნე ზემოქმედების შედეგია ის მძიმე ვითარება, რომელიც დღეს გერმანიაშია. გერმანია ერთ დროს ევროპის მთავარ ეკონომიკურ ლოკომოტივს წარმოადგენდა, ხოლო ძლიერი გერმანული ეკონომიკა იდგა იაფ და მდგრად ენერგიაზე. თუმცა 2011 წელს მწვანე პოლიტიკის გატარების ეგიდით სუვერენიტეტ დაკარგულმა გერმანიამ ქვეყანაში მოქმედი 19-ვე ატომური ელექტროსადგურის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ბოლო 3 სადგური 2023 წელს გაითიშა. გერმანიის ენერგეტიკული კრახი აქ არ დასრულებულა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გერმანიამ უარი თქვა იაფ რუსულ გაზზე, რამაც გერმანიის ენერგოუსაფრთხოებას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ატომურ ენერგიასა და იაფ რუსულ გაზზე უარის თქმით, გერმანია იაფ ენერგორესურსებს მოსწყდა და მიიღო ის შედეგი, სადაც დღეს არის. 2024 წლის ოქტომბერში გერმანიის მთავრობა ელოდა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,1%-ით გაიზრდებოდა 2025 წელს, მაგრამ იანვარში შემცირდა ზრდის პროგნოზი 0,3%-მდე. უკვე აპრილში გერმანიის მთავრობამ შეამცირა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის და ახლა ელოდება ეკონომიკის სტაგნაციას. გლობალური Deep State-ის მთავარი ბერკეტისთვის, შეერთებული შტატებისთვის ევროპის როგორც კონკურენტის ჩამოშორების გეგმა შემუშავდა. 2006 წელს 1,5 ტრილიონი ევროთი აჯობა ამერიკის ეკონომიკას. სწორედ ამ დროიდან მიმდინარეობს ყველა იმ ფუნდამენტზე შეტევა, რომელზეც ევროპის სიძლიერე ჩამოყალიბდა. პირველ რიგში შეტევის ობიექტი გახდა ის ძირითადი ღირებულებები, რომელმაც ევროპის წარმატება განაპირობა. სწორედ ფუნდამენტურ ღირებულებებზე უარის თქმა მაქცია ევროპა ყოფილ ევროპად. ღირებულებით დევალვაციაში უნდა ვეძებოთ ეკონომიკური დაღმასვლის მიზეზებიც. ევროპაში ადამიანის უფლებები ჩაანაცვლა ვიწრო ჯგუფის უფლებებმა, Deep State-ის ინტერესებმა. ადამიანის უფლებების ნამდვილი მნიშვნელობა ჩანაცვლდა უფლებების ფსევდოგაგებით, სადაც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები აღმატებულია ტრადიციულ ოჯახზე. არალეგალური მიგრაცია გამოცხადებულია ეკონომიკური წარმატების საფუძვლად. საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის სურვილი ითვლება ექსტრემიზმად და ფაშიზმად.
ასეთივე სავალალო მდგომარეობაშია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია, რომელიც სრულად Deep State-ის მიერ კონტროლდება. ასეთი მედია წარმოადგენს ევროპაში ერთი აზრის დიქტატის დამყარებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მთავარ ინსტრუმენტს. ყველა, ვინც Deep State-ის მიერ ევროპის განადგურების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ცხადდება დემოკრატიის მტრად. ევროპის ყოფილ ევროპად ქცევაში თავისი როლი აქვს ევროპულ კანონმდებლობას, რომელიც უკვე დიდი ხანია არა ევროპელი მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას, არამედ Deep State-ის დავალებით ევროპის დემონტაჟს ემსახურება. სწორედ ასეთი კანონმდებლობის შედეგია მწვანე პოლიტიკა, რომელიც ჯერ ევროკავშირის მიერ იქნა სავალდებულოდ აღიარებული და შემდგომ თავს მოახვიეს წევრ ქვეყნებს. ამ მავნებლური რეგულაციებით აიძულეს ევროპული ქვეყნები საკუთარი ხელით მოეშალათ ჯერ ენერგო უსაფრთხოება და შემდგომ ეკონომიკა. მეორე მხრივ კი იაფი და სტაბილური ენერგეტიკის გარეშე ევროპა ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ისეთ ინდუსტრიულ გიგანტებს, როგორიცაა შეერთებული შტატები და ჩინეთი. ევროკავშირსა და გერმანიაში საკუთარი თავისკენ მიმართული დამაზიანებელი ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. 2006 წელი. ევროკავშირი თავისი ეკონომიკური წარმატების ზენიტშია. ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი სახელმწიფო და მოსახლეობა კეთილდღეობის მონაგარით ტკბება. ფორმალურად ევროგაერთიანება მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკაა. მან ტრილიონ ნახევარი ევროთი გადაუსწრო შეერთებული შტატების ეკონომიკას. სწორედ ამ დროიდან აქტიურდება გლობალური Deep State-ის გეგმა, რომელიც ევროპის როგორც შეერთებული შტატების მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კონკურენტის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. ევროპის დასუსტების გეგმის გააქტიურებას ემთხვევა 2008 წლის ფინანსური კრიზისი. შეერთებულ შტატებში ამერიკული საინვესტიციო ბანკების მიერ პროვოცირებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყველა კონტინენტს ქარიშხალივით დაატყდა თავს. ევროკავშირს კი გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ევროკავშირის გრძელვადიანი დაცემის და რეგრესის მრავალწლიან ისტორიაში. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ საქმეში გლობალური Deep State-ის მიერ დანიშნული ევრობიუროკრატია ერთვება. მათი ამოცანა კი საკმაოდ სერიოზულია. ევროპის ეკონომიკური მოდელის ამოყირაობა, რაც ევროპული კონტინენტის დასუსტების მთავარი მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად კი ის ფუნდამენტი უნდა შეერყიათ, რაზეც ევროპის ეკონომიკური წარმატება იყო დაფუძნებული. ენერგოპოლიტიკა ამ ჯაჭვში უმთავრესი რგოლი იყო. სწორედ ამ დროიდან იწყება ევროპის ენერგეტიკული საბოტაჟის სპეცოპერაცია, რაც დღესდღეობით თავის პიკშია. გლობალურმა Deep State-მა იცოდა ევროკავშირის დასასუსტებლად პირველ რიგში მისი ენერგეტიკა უნდა დაეზიანებინათ, რადგან ენერგეტიკაზე იყო დამყარებული ევროპის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სიძლიერე. გლობალური Deep State-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლი ევროპის დასუსტების სტრატეგიულ გეგმაში მწვანეებმა იტვირთეს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გაუთავებელი პროპაგანდა ევროპის მასშტაბით მწვანე პოლიტიკის აუცილებლობაზე, კლიმატის ცვლილებაზე და ტრადიციული ენერგომატარებლების ჩანაცვლებაზე. მწვანე პოლიტიკაში ცალკე აღებული ცუდი არაფერი არაა, მაგრამ ტრადიციული ენერგოსისტემის სრული ჩანაცვლება ალტერნატიული ენერგიის წყაროებით სახიფათო და დამანგრეველი შედეგების მომტანი აღმოჩნდა ევროპული კონტინენტისთვის. დაიწყო საზოგადოებრივი აზრის მომზადება მწვანე პოლიტიკის გადაჭარბებულ მნიშვნელობაზე. კლიმატის ცვლილება კაცობრიობის უმთავრეს პრობლემად გამოცხადა და დაიწყო სხვადასხვა აქტივობების დაფინანსება და მომზადება ამ მიმართულებით. ის რომ ეს მწვანე პოლიტიკა გლობალური Deep State-ის მიერ მართული და ორკესტრირებული იყო, იქედანაც ჩანს, რომ ევროკავშირის საჯარო ფინანსებს იყენებდნენ NGO-ების დასაფინანსებლად და მწვანე პოლიტიკის გასატარებლად. მათ შორის ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგე მემარჯვენე ჯგუფების გასაშავებლად და დასაშანტაჟებლად. ამაზე სულ ახლახანს გამომზეურებული მორიგი სკანდალი მოწმობს. ევროპული კონსერვატორის ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ევროკომისიამ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და მწვანე შეთანხმების კურატორის ფრანს ტიმერმანსის ხელმძღვანელობის დროს 750 მილიონი ევრო გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს მწვანე შეთანხმების ლობირების მიზნით. ამ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის შექმნისთვის ევროპარლამენტს კენჭირვა მაისს უნდა ეყარა, თუმცა კენჭისყრა ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით მომდევნო თვეში გადაიდო. ეს უკვე ევროკომისიამაც დაადასტურა, რომ საგრანტო სახსრები ეკოლოგიური პროგრამის სიცოცხლის ფარგლებში რიგ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორისთვის გამოიყენებოდა კონკრეტული პროპაგანდისტული აქციების და არაკანონიერი ლობისტური საქმიანობისთვის. 2019 წელს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მწვანე პოლიტიკის ეგრეთ წოდებული Green Deal-ის ამბიციურ გეგმაზე ამაყად აუწყა ყველას. Our goal is ჩვენი მიზანია ჩვენი ეკონომიკის პლანეტასთან ერთგვარად შერიგება. ჩვენი მოსახლეობისა და წარმოების შერიგება ჩვენს პლანეტასთან, რათა ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის მუშაობდეს.
ევრობიუროკრატიამ უცნაური ტერმინების გამოყენება დაიწყო, როგორიც იყო მაგალითად კლიმატურად ნეიტრალური, დეკარბონიზაცია და ასე შემდეგ. მათი განცხადებით 2050 წლისთვის ევროკავშირი კლიმატურად ნეიტრალური უნდა გამხდარიყო, რაც სხვანაირად ნახშირორჟანგის გამოყოფის ნულამდე შემცირებას გულისხმობდა. ეს ყველაფერი მალე ევროკავშირის ქვეყნების საკანონმდებლო ვალდებულებად იქცა. ეკონომიკის და ადამიანთა ყოფაცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი მოიცვა. კაცრად განისაზღვრებოდა ავტომობილებს რა რაოდენობის გამონაბოლქვი უნდა გამოეყოთ. ფერმერებს სასუქების და პესტიციდების გამოყენების შემცირება დაავალდებულეს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებს ტექნიკის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები განუსაზღვრეს. მოკლედ ეს ყველაფერი უაზრო ბრძანებების კორიანტელს და შედეგად სულ უფრო მეტად გაუაზრებელ პოლიტიკას ემსგავსებოდა. მაყურებელს უკეთესად რომ აუხსნათ, არაფერი ცუდი იმაში არაა, რომ ჩვენ პლანეტის ეკოლოგიაზე ვიზრუნოთ. ის დავიცვათ, მავნე გამონაბოლქვი შევამციროთ და გარემო დავასუფთავოთ. პირიქით, ეს ძალიან კარგია. არასწორი და დამაზიანებელი ამ მწვანე პოლიტიკის მასიური იმპლემენტაცია და ერთბაშად ამ პოლიტიკის სავალდებულო ხასიათი გახდა. ამ მწვანე პოლიტიკაში ევროკავშირის ბიუჯეტიდან მილიარდობით ევრო იხარჯებოდა. იმავე ევროკავშირის მოსახლეობის გადასახადებით მიღებული თანხებიდან. ამ მწვანე პოლიტიკით და სხვადასხვა რეგულაციების წყალობით კი ისევ ამ უბრალო, რიგით ევროპელებს გაუძვირდა ცხოვრება საგრძნობლად. მავნე გაზების და ჰაერის დაბინძურების ლომის წილი უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე მოდის და რატომ უნდა იხადონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი ფული საშუალო სტატისტიკურმა ევროპელებმა, ცოტა გაუგებარი და არასამართლიანიცაა. მაგრამ ევროპული deep state-ისთვის ეს სავსებით მისაღებია, რადგანაც სწორედ ტრანსნაციონალური კორპორაციები არიან მათი რეალური ხელმძღვანელები. რიგით ევროპელებს და მცირე ბიზნესს ცხოვრება გაურთულეს. ევროპის ენერგოსისტემა რისკის ქვეშ დააყენეს და ევროპის ეკონომიკური დაღმასვლაც დააჩქარეს. როდესაც შეერთებულმა შტატებმა 2020 წელს პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა, ეს ბევრისთვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა მწვანე პოლიტიკის არაეფექტურობაზე, მაგრამ ევრობიუროკრატიამ მაინც ბოლომდე გადაწყვიტა ამ ავანტიურის განხორციელება. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს შეერთებული შტატების გასვლა პარიზის შეთანხმებიდან ერთი მიზეზის გამო. ჩვენი კურსის შესაფასებლად, რადიკალური დეკარბონიზაცია რელიგია არაა, რომ ნებისმიერ ფასად მივიღოთ. ამას არანაირი ეკონომიკური სარგებლიანობა არ გააჩნია, რომ ეს კურსი მარტო ჩვენ გავაგრძელოთ. ჩინეთს არ ადარდებს ჩვენი მიდგომა, მხოლოდ საკუთარ უპირატესობაზე ფიქრობს. ინდოეთს, თურქეთს და სხვა ქვეყნებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ. შეერთებულმა შტატებმა ამ მხრივ დიდი ცვლილება მოახდინა. დიდი ალბათობით მას მიყვებიან არგენტინა და ინდონეზია. ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ არასწორ გზაზე ვართ. მწვანე შეთანხმებას რეფორმა ესაჭიროება. ეს არაა ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგია. ეს ძვირია და თვითდამაზიანებელი. 2020 წელს ევროკავშირმა კლიმატის კანონი მიიღო, რომლის თანახმად 2050 წლისთვის ის თავის წევრებს ავალდებულებდა, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფა ნულამდე უნდა შეემცირებინათ და 2030 წლისთვის სათბურების გაზების შემცირება 55%-ით უნდა მოეხდინათ 1990-იანი წლების დონესთან შედარებით. ამ ყველაფრისთვის კი ევროკავშირმა სპეციალური კანონმდებლობის ნაკრებიც კი შეიმუშავა, სახელად Fit for 55, რაც თითქმის ბიზნესის და ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო. მაგალითად, მანქანის მწარმოებლებს დაუწესდათ მკაცრი ლიმიტები თუ რა რაოდენობის კარბონის დიოქსიდის გამოყოფა შეუძლიათ ახალ მოდელებს. მათ ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები კარბონის დიოქსიდის გამოყოფის ვალდებულება ჰქონდათ და 2035 წლისთვის ეს მაჩვენებელი ნულამდე უნდა შემცირებულიყო. მკაცრი ლიმიტები დაუწესდათ ასევე ევროპელ ფერმერებს. ევროკავშირის გეგმის მიხედვით სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენება 2030 წლისთვის ორჯერ უნდა შემცირებულიყო, რამაც რეალურად აგრარული წარმოება გააწვიდა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი ევროპაში იმ ქვეყნებიდან, სადაც აგროსექტორს ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვა აქვს, აკრძალული არ არის. ამან კი ევროპელი ფერმერები არაკონკურენტულ არიან მდგომარეობაში ჩააგდო. სწორედ მწვანე პოლიტიკის მკაცრი ნორმები იყო ფერმერების მასობრივი პროტესტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ევროპულ ქვეყნებში. მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ აღარ გვაქვს ფული, რომ თავიდან დავიწყოთ. ჩვენ ძალიან ბევრი გარემოს დაცვითი რეგულაცია გვაქვს, რაც უკვე საკმარისია. ევროპის მწვანე შეთანხმება სახიფათო ავანტიურა აღმოჩნდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი მწვანე პოლიტიკის დაუდევრობა და ზიანი ყველასთვის თვალსაჩინო გახდა. ჩვენ ზედმეტად გაგვიტაცა მწვანე პოლიტიკამ და ხალხს არჩევანის საშუალება არ დაუტოვეთ და ბევრი აუცილებლად შესასრულებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც არაა კარგი იდეა. როდესაც ჩვენ ყველაფერს მწვანეების სურვილით ვაკეთებთ, ან ჩვენს კლიმატურ მიზნებს ვერ მივახცევთ, ან ბევრ სამუშაო ადგილს და კონკურენტულ არიანობას დავკარგავთ, რაც ცუდია.
მაგრამ ევროკავშირის გარე მართვაზე მყოფმა ჩინოვნიკებმა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც დაამძიმეს და ვერც დასახულ გარემოს დაცვით მიზნებს ვერ მიაღწიეს. ანუ ყველა მიმართულებით ჩაფლავდნენ და სწორედ აქ ჩანს მათი პოლიტიკის დესტრუქციული ხასიათი. ევროკავშირის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, ევროგაერთიანება სავარაუდოდ ან დიდი ალბათობით ვერ შეასრულებს მწვანე პოლიტიკის მიზნებს 2030 წლისთვის. ევროკავშირის ეკოლოგიური სააგენტოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი პირველადი ენერგიის მოხმარების მაჩვენებლებს გადააჭარბებს, მაგრამ ვერ შეძლებს განახლებადი ენერგიის მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევას და ვერ შეძლებს მეორადი გამოყენების ნარჩენების გადამუშავებით მიღებული მასალების გაორმაგებას. მაგრამ აი ამ წარუმატებელ პოლიტიკაზე პასუხს ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი არ აგებენ. ამ ეკონომიკური და ენერგეტიკული კრახის გამო ევროპის მკვიდრ მოსახლეობა შეუმცირდება შემოსავალი. მათი ცხოვრება გაუარესდება და ამიტომაც ისინი ბრიუსელის უაზრო გამანადგურებელ პოლიტიკას უპირისპირდებიან. ევროპელები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს იმ მემარჯვენე პარტიებს, რომლებიც ბრიუსელის მავნებლური მწვანე პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ევროპული დიპსტეითის მიერ გარე მართვაზე მყოფი გერმანია ბოლო წლების განმავლობაში ყველაფრის ანტირეკორდსმენად იქცა. მიღებული მიგრანტების რაოდენობით დაწყებული დახურული ატომური ელექტროსადგურებით დამთავრებული. გერმანია, რომელსაც პოლიტიკური სუვერენიტეტი თითქმის არ გააჩნია და საკუთარი დამოუკიდებლობა აუთსორსინგზე აქვს გადაცემული, რამშტაინის სამხედრო ბაზას და იქ ამერიკული ჯარების რაოდენობას თუ მივიღებთ მხედველობაში, გარედან მართული ქვეყნის კლასიკური და ამავდროულად საგანგაშო შემთხვევაა. როგორ შეიძლება დაანგრიოს გარე ბრძანებებით და მითითებებით პოლიტიკურმა ელიტამ ერთ დროს ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივი. გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მიგრანტების მასიური მიღება დაიწყეს, რამაც დამანგრეველი შედეგები დააყენა. და ასევე გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ატომური ენერგეტიკის გამოყენებაზე უარი ათქმევინეს. ჯერ კიდევ 2002 წელს გერმანია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მწვანეების სახიფათო თამაში დაიწყო. იმ დროს 19 ატომური ელექტროსადგური გერმანიის ელექტროენერგიის მეოთხედს გამოიმუშავებდა. 2011 წლიდან ერთმანეთის მიყოლებით მათი დახურვა და განადგურება დაიწყეს. 2022 წლისთვის უკვე 3 ასეთი ელექტროსადგური იყო დარჩენილი მხოლოდ. და უკრაინის ომით გამძაფრებულმა ენერგოკრიზისმა გერმანიაში ბევრი დააფიქრა იმაზე, რომ შეიძლება ასე სწრაფად ატომური ენერგეტიკის განადგურება შეცდომა იყო. 3 ელექტროსადგურის მუშაობა რამდენიმე თვით გახანგრძლივდა. როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა ანახა, გერმანელების უმრავლესობა ატომური ენერგოსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას უჭერდა მხარს. 41% კი თვლიდა, რომ ახალი ატომური ელექტროსადგურებიც უნდა დაემატებინათ, მაგრამ უკვე გვიან იყო. ის რაც ბოლო 30 წელიწადში ევრობიუროკრატიამ ევროპას დამართა, ნამდვილად მძიმე შესაფასებელია. საკუთარი ხელით თვითნებურად ერთ დროს წარმოუდგენლად მდიდარი და განვითარებული ევროპა ევროკავშირმა წარუმატებლობის და დაცემის მაგალითად აქცია. I'm in politics, international politics more than 30 years. საერთაშორისო პოლიტიკაში 30 წელზე მეტ ხანს ვარ. მახსოვს, რომ 30 წლის წინათ ევროკავშირი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა იყო და ახლა უკვე მესამე ადგილზეა. ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირი არაა წარმატების ისტორია. ევროკავშირის ეკონომიკის წარმატება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანიასთან. ახლა გერმანია იტანჯება და შესაბამისად ჩვენც ვიტანჯებით და ამის მიზეზი ძალიან მარტივია. გერმანიისა და ევროკავშირის ეკონომიკების საკმაოდ კარგად ფუნქციონირებადი სტრუქტურული მოდელი არსებობდა. იყო ერთობლიობა, იაფი რუსული ენერგია და საკმაოდ წინ წაწეული ევროპული ტექნოლოგია და ვიყავით კონკურენტუნარიანები. მაგრამ ომის შემდეგ ჩვენ ენერგოიზოლაციაში ვართ. არ გვაქვს იაფი ენერგია და არ არსებობს ახალი სტრატეგია თუ როგორ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ასე რომ დავკარგეთ სტრატეგია და არ გვაქვს ახალი, შემცვლელი. კომპასი არ გვაქვს თუ საით უნდა წავიდეთ. ვმართავთ ყოველდღიურ მუშაობას, მაგრამ არ არსებობს რეალური სტრატეგია და არ გვაქვს პასუხი ევროპის ეკონომიკის მომავალზე. There's no real strategy. What is the future of the European economy? No answer of that. ევროკომისიის სკანდალს წინ უსწრებდა USAID-ის სკანდალი შტატებში. აღმოჩნდა, რომ USAID-ის საშუალებით ფინანსდებოდა სახელმწიფო გადატრიალებები, მაგალითად საქართველოში. USAID-მა პოლიტიკური NGO-ების გავლით საქართველოში დაახლოებით 42 მილიონი დოლარი დახარჯა არჩევნებზე. ამას ემატება ევროკრატების განცხადებებით საქართველოზე. გასული წლის ნოემბერში ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს ინიციატივა ჰქონდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაეცათ. უკვე იანვარში ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი
100 მილიონი ევრო. კოსი ამბობდა, რომ აღნიშნული თანხიდან 8 მილიონ ნახევარ ევროს უკვე შეეცვალა დანიშნულება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოხმარდება. ასევე ამავე მიზნით გათვალისწინებული იყო დამატებით 7 მილიონ ნახევარი ევრო. ბრიუსელის მხრიდან ფინანსების ხარჯვის საკითხი ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ და მივიღებთ შემდეგ სურათს. თანხები დიდი ალბათობით უკონტროლოდ იხარჯება. ამ თანხებს აუდიტს როგორც ჩანს პრაქტიკულად არავინ უკეთებს და ეს თანხები ხმარდება სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებს. ხოლო რაც შეეხება თავად ევროკავშირს, როგორც ჩანს, ევროკავშირისავე ფინანსები ხმარდება ევროკავშირის დასუსტებას, პირველ რიგში ენერგეტიკულ დასუსტებას. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. ვიყურეთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.